დღეს ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან წმინდა თვეზე, მუსლიმთათვის რამადანზე და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ჩვენი რუბრიკის მრავალფეროვანი საქართველო წამყვანი ჩვენიერი რამილე ალიევა შემოგვიერთდება. მე მას მივესალმებით, დილამშვიდობისა რამილეა და სიამოვნებით მოვისმენთ იმ ტრადიციებზე, იმ წესჩვეულებებზე, რაც არის დაკავშირებული ამ წმინდა თვესთან, მუსლიმთათვის როგორ ხვდები, როგორ ვიქცევით ამ პერიოდში და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და გათვალისწინებული. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ნამდვილად ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანი ქვეყანაა და ჩვენს ქვეყანაში ასევე არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მუსლიმები და მუსლიმებისთვის ისლამური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე არის რამადანის თვე, რომელიც ყველა მუსლიმისთვის მისი ერთი წლის ყველაზე მოლოდინში მყოფი თვე არის და საქართველოშიც, როგორც იცით, რამდენიმე რეგიონში ცხოვრობენ მუსლიმები და ჩვენ რამადანის თვის განმავლობაში ვიყავით ამ რეგიონებში. მე შევეცადე, რომ მოვიცვა საქართველოს ყველა რეგიონი, სადაც ცხოვრობენ მუსლიმები, აჭარით, ქვემო ქართლით, კახეთით, ქართლით და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო რეპორტაჟი მოვამზადეთ ამასთან დაკავშირებით და რა შეიძლება ითქვას რამადანის შესახებ. რამადანი არის სისამოსვლიდან იწყებენ, ხო, ისლამური მარხვა არის თავისებური წესები აქვს და არ შეიძლება საკვების მიღება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე და რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ქველმოქმედების, სიკეთის, მეგობრობის თვე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხორციელ მარხვასთან ერთად აუცილებლად დაიცვას ყველა მუსლიმმა სულიერი მარხვა. ისიც მსმენია რამილია, რომ ის, ვინც თქვათ, ვერ იცავს მარხვას, თუ უმასპინძლდება მარხულს, მისთვისაც ითვლება, რომ ეს რა თქმა უნდა ისედაც სიკეთე არის, მაგრამ განსაკუთრებულად დიახ, რამადანის თვეს მნიშვნელოვანი მომენტებიდან არის ის, რომ შესაძლებელია, რომ ჯანმრთელობის საკითხების გამო ადამიანი ვერ იცავს, ვერ მარხულობს და შესაბამისად შეუძლია, რომ ამ დროს მასპინძლოს მარხულებს. დიახ, მთელი დღე არაფერს არ მისცემენ, არც საკვებს, არც წყალს, სანამ მზე არ ჩავა. არც წყალს, დიახ. მოდით ვნახოთ სიუჟეტი და უფრო ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ვინც არ იცის. მე კი ჩვენს მაყურებელს დავამშვიდობები მომდევნო ოთხშაბათამდე და მომდევნო ოთხშაბათსაც საკმაოდ საინტერესო თემას წარმოგიდგენთ. როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა რამილე, ვნახოთ სიუჟეტი. გემშვიდობებით. რამადანის თვე მუსლიმებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროა. ეს არის პერიოდი, როდესაც მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე მარხულობენ. წესების მიხედვით, საკვებისა და წყლის მიღება ამ დროს არ შეიძლება და როგორც მუსლიმები ამბობენ, რამადანის თვე სულისა და ორგანიზმის განწმენდის და სიკეთის კეთების პერიოდია. საჰური მარხვის დაწყების წინა ტრაპეზს ჰქვია, ხოლო მარხვის დამთავრების ტრაპეზს იფტარი ეწოდება. რამადანის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საჰურს. მისთვის მზადება გამთენიამდე იწყება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საკვები მზის ამოსვლამდე, ანუ პირველ ლოცვამდე მიიღო. რამაზანის თვე ეს არის ძალიან ძვირფასი თვე, არა მარტო ჩემთვის, ვფიქრობ ყველა მუსლიმისთვის. ეს არის მოთმინების თვე, გამძლეობის თვე, ძალა იმის, რომ იწამო ღმერთი. ძალა იმის, რომ თვითონ ალლაჰი გაძლევს იმის გათვითცნობიერების ძალას, რომ შენ ამას შეძლებ. აჭარაში საჰური როგორც იასლუღი, ასე მოიხსენიება. ის სიყვარული, რაც რომ ჩემ ბავშვობიდან იყო მოყოლებული, რომ იასლუღი მოვიდა, საჰური მოვიდა. ბავშვობის პერიოდში ძალიან აბედნიერებდა ეს. ჩვენ დილით ადრე ღამით მივირთვამთ საკვებს, წყალს, ემზადებით და ეს განსაკუთრებით დიდი მადლი და ვინაიდან ჩვენ ღმერთის კმაყოფილების მოპოვებისათვის იმ ღამეში ავდგებით, ემზადებით ოჯახის წევრები ყველა ერთად
ფიტრა, ანუ ქველმოქმედება, რამადანის განუყოფელი ნაწილია. ძველ დროში ფიტრა ხორბლით იზომებოდა. ახლა კი ეს შესაძლოა თანხა ან საკვები პროდუქტები იყოს. აუცილებელი პირობაა, რომ ფიტრა ყველა მუსლიმმა გაიღოს ოჯახის თითეული წევრის სახელზე და მისი მიღება ნებისმიერი აღმსარებლობის მქონე ადამიანს შეუძლია. ფიტრის გარდა მუსლიმებს აქვთ კიდევ ერთი ქველმოქმედების სახეობა ზაქათი. ზაქათის გაცემა გარკვეული ქონების მფლობელი მუსლიმებისთვის სავალდებულოა. აღსანიშნავია, რომ ზაქათს თითეული მორწმუნე საკუთარი დანაზოგიდან გასცემს. ისლამის პირობათაგან ერთ-ერთიც არის ზეკათი. ზეკათი ზედმეტი ქონების თანხა, რას ნიშნავს ეს? მდიდარი ადამიანი თავისი წილი ქონებისგან ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშების შემთხვევაში გასცემს უპოვარს მოწყალებას. აქედან გამომდინარე ეს არის სავალდებულო და ეს ითვლება ისლამის პირობათაგან ერთ-ერთი აუცილებელი, რასაც ფარზი ეწოდება. რამადანის თვეში ჩვეულებრივზე ხშირად იკითხება ლოცვები. მნიშვნელოვანია, რომ რამადანის პერიოდში მოხუცებს, სნეულებს, მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს და ორსულ ქალებს შეუძლიათ მარხვა არ დაიცვან. ის, ვინც მარხვას ვერ ინახავს, შეუძლია უმასპინძლოს მარხულებს, რაც სარწმუნოების მიხედვით მარხვის შენახვის ტოლფასია. რამადანის თვეში უფრო მეტ ლოცვას ვკითხულობთ. ყველა მორწმუნე ცდილობს უფრო მეტი დრო გაატაროს მეჩეთში, ლოცვაში. რამადანის თვეში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხორციელი მარხვა, არამედ სულიერი მარხვაც. ამ თვეში ადამიანის სული, ფიქრი იწმინდება. სიკეთე კი ამ თვის განუყრელი ნაწილია. ისლამური გადმოცემის მიხედვით რამადანის თვე ყველაზე მადლიანია, რადგან ამ თვეში შთააგონ ალლაჰმა მუჰამედს მოციქულის მისია და სწორედ ამ თვეში მოხდა ყურანის პირველი აიების გართმოვლენა წინასწარ მეტყველ მუჰამედზე. ეს თვე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მუსლიმისთვის. ამ თვეს უნდა გავიწმინდოთ ყველანაირი ცუდისგან, რაც გვაქვს ფიქრში, სიტყვაში. მარხვა მხოლოდ შიმშილი არ არის. მარხვა ასევე ადამიანის სულის გაწმენდაა. ამ თვეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტს ვლოცულობთ და ყოველდღიურად სიკეთის კეთებაზე უნდა ვიფიქროთ. ეს მეჩეთი პანკისის ხეობაში უძველესია. რამადანის თვეში ამ მეჩეთში მუსლიმები განსაკუთრებული სიამაყით ლოცულობენ. რადგან მამა პაპის ხელებით აშენებულ მეჩეთში რამადანის თვის ლოცვები განსაკუთრებულად ამაღელვებელია. ეს მეჩეთი არის აშენებული 1898-1905 წლებში. უხუცესების ჩვენი მამა პაპების მიერ ეზიდებოდნენ ჰიყიდან ქვას ურმებით და ესე არის აშენებული. ძალიან სასიამოვნო არის ხოლმე, როცა გეხარ და ლოცულობ გახსენდება ხოლმე ეს ყველაფერი, რომ შენი წინაპრების მიერ აშენებული ამ ლამაზ მეჩეთში. რამაზანის თვეში ერთმანეთისთვის უფრო სიკეთეს ვაკეთებთ, უფრო ბედნიერები ვართ, უფრო უღიმი ვართ ერთი მეორეს. ვცდილობთ კარგი გავაკეთოთ, რაც იმ თვეში ვაკეთებდით, ამ თვეში უფრო კარგი გავაკეთოთ, რომ მრავალჯერ უფრო ღმერთი ალლაჰი გვითვლის იმას, რომ 600-700 ჯერ უფრო მაღლა იქნებაო ერთი გაკეთებული სიკეთეო და ამისათვის ყველა ცდილობს, რომ ერთი მეორეს სადაყა მისცეს, ან წყალი მისცეს, ან პური აჭამოს, ან რაღაცა სიკეთე გაუკეთოს ერთი მეორეს. აი ესე ვართ რა, როგორც ალლაჰი გვევნება. ისლამურმა სამყარომ რამადან ბაირამი წელს 30-31 მარტს იზეიმა და ყურბან ბაირამისთვის მზადება დაიწყო, რომელიც წელს 6-10 ივნის აღენიშნება.